მოგესალმებით ახალციხის დასრულთა განათლების ცენტრიდან. ეთერშია სათემო რადიო, რომელიც ფუნქციონირებს გერმანიის მთავრობისა და დივიის საერთაშორისო მხარდაჭერით, პროექტის მისი ხმის ფარგლებში. პროექტის პარტნიორია გერმანული სათემო რადიო Z. პროექტის მისი ხმის ფარგლებში შეიქმნა 12 სათემო რადიო საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. ამ ქსელის მიზანია ხელი შეუწყოს ქალთა გაძლიერებას და მათ ჩართულობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ჩვენი რადიოს მოსმენა შეგიძლიათ ონლაინ ვებგვერდზე HerVoice-G. ჩვენ კი შევეცდებით შეგიქმნათ სასიამოვნო განწყობა და ერთად გატარებული დრო იყოს დასამახსოვრებელი. თქვენთვის ეთერში მუშაობს ნინო ფატარიძე. ახლა კი რუბრიკა კალენდარი. ბიონსე ჯისელ ნოუსლი დაიბადა 1991 წლის 4 სექტემბერს. ამერიკელი მომღერალი, სიმღერების ავტორი, პროდიუსერი, მსახიობი, მოცეკვავე, მოდის დიზაინერი და მოდელი. ბიონსემ დაიწყო თავისი მუსიკალური კარიერა 1990-იანი წლების ბოლოს, როგორც ჯგუფის Destiny's Child-ის წევრი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქალთა ჯგუფი იყო იმ დროისთვის. ჯგუფი გამოირჩეოდა თავიანთი უნიკალური მომხიბლავი მუსიკით. ბიონსემ ჯგუფის დაშლის შემდეგ დაიწყო სოლო კარიერა და 2003 წელს გამოუშვა თავისი პირველი სოლო ალბომი Dangerously in Love. ალბომი ფართო პოპულარობით სარგებლობს და მოიპოვა მრავალი პრემია, მათ შორის რამდენიმე გრემის ჯილდოც. იგი აქტიურად აყალიბებს პოპ კულტურას და ცნობილია თავისი საქმიანობით, სოციალური საკითხების მიმართ სიფრთხილით და მრავალფეროვანი მუსიკალური სტილით. რუბრიკა პორტრეტებით გაგაცნობთ ჩვენს გვერდით მცხოვრები ერთი შეხედვით ჩვეულებრივ, თუმცა მათი საქმიანობით და ისტორიებით გამორჩეულ ქალებს. ამ რუბრიკის რეპორტაჟი მოამზადა მუხალისზე ჟურნალისტმა ნატალი ბერიძემ. ანა ქარელი 22 წლის ახალგაზრდა იურისტია, რომელიც 2022 წლიდან მუშაობს საფარის ორგანიზაციაში. ის მიზნად ისახავს გენდერული ძალადობის მსხვერპლთა დახმარებას და მათი უფლებების დაცვას. ჩვენს ორგანიზაციაში მე ვარ იურისტი, 2022 წლიდან მუშაობ საფარში იურისტად. თავიდან მივედი სტაჟიორად, მაგრამ მე უკვე ნელ-ნელა დავიწყე საქმეების დამოუკიდებლად წარმოება და ამ ეტაპზე მუშაობ იურისტად თბილისში. საფარის ორგანიზაცია გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში აქტიურად არის ჩართული. ისინი რეაგირებენ ქალებისა და ბავშვების მიმართ ძალადობის შემთხვევებზე და მუშაობენ როგორც სისხლის სამართლის დანაშაულებზე, ასევე სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით. საფარის ორგანიზაცია მუშაობს ქალების მიმართ ძალადობაზე, ოჯახში ძალადობაზე, ზოგადად გენდერული ნიშნით ჩადენილ ძალადობებზე. ჩვენ მუშაობთ როგორც სისხლის სამართლის მიმართულებით არაერთ დანაშაულზე, განსაკუთრებით სქესობრივ დანაშაულებზე და ოჯახში ჩადენილ დანაშაულებზე, ასევე მუშაობთ სამოქალაქო და ადმინისტრაციული მიმართულებით. სამოქალაქო მიმართულებით ძირითადად გვაქვს ოჯახური დავები, დისკრიმინაციის кейსები, შრომითი დავები, ბავშვთან დაკავშირებული დავები და ასე შემდეგ. ანა ქარელი გვესაუბრება SafeU აპლიკაციაზე, რომელიც არის ერთ-ერთი ინოვაციური საშუალება ქალების და ბავშვების დასაცავად. აპლიკაცია განკუთვნილია იმ ადამიანებისთვის, ვისაც ძალადობის საფრთხე ემუქრება, ან უკვე განიცდიან ძალადობას. SafeU ორიგინალურად არის სომხური აპლიკაცია, თუმცა მე უკვე ითარგმნა არაერთ ენაზე, მათ შორის ქართულად. საქართველოში ეს აპლიკაცია დღეს მოქმედებს და არის საკმაოდ კომფორტული და პრაქტიკულად გამოსაყენებელი, იმიტომ რომ ეს არის ისეთი ეპი, რომელსაც შეუძლია რომ ქალს დაეხმაროს ისეთ შემთხვევაში, როცა მას არ შეუძლია რომ ტელეფონით დარეკოს პოლიციაში, ან თავის ახლობელს დაურეკოს, ან ვიღაცას გააგებინოს, რომ საფრთხეშია. ამ აპლიკაციის გადამოწერა შეუძლია ნებისმიერ ადამიანს, არის ასარჩევი ენები, რომელ ენაზეც კომფორტულად იგრძნობს თავს, რომ ქონდეს აპლიკაცია, შეუძლია ის ენა აირჩიოს. ასევე რაც შემიძლია ვთქვა არის ის, რომ იმ ფილაქცეთით ის დაჭერით, რომლითაც შენს სანდაპირებს ეკზავნებათ სიგნალი იწერება ხმაც, რაც მე უკვე მტკიცებულებების ნაწილში ძალიან ატარდება ხოლმე გამოძიებას.
როგორც საფარის იურისტს, ანა ქარელის მთავარი მისიაა დაეხმაროს ქალებსა და ბავშვებს, რომელთაც ხშირად სახელმწიფოს დახმარება არ მიეწოდება. მისი და ორგანიზაციის მიზანია, რომ ყველა მსხვერპლს ჰქონდეს ხელმისაწვდომი იურიდიული და ფსიქოლოგიური დახმარება და მათი უფლებები იყოს დაცული. ჩემი მისია როგორც საფარის იურისტისას, ესე გეტყვით, არის ის, რომ დავეხმაროთ რაც შეიძლება მეტ ქალს, რომ გაძლიერდეს, რომ დაიცვას საკუთარი უფლებები, რომ აღარ ეშინოდეს, გამოვარდოთ მოძალადეს, იპოვოს საკუთარ თავში ის ძალა და რწმენა, რომელიც აფიქრებინებს და დაარწმუნებს იმაში, რომ არის უფასოვანი ადამიანი და არ შეიძლება არავითარ შემთხვევაში რომ ითმინოს ძალადობა. ეს არის ჩვენი მიზანი, რომ რაც შეიძლება ბევრ ქალს და ბავშვს დავეხმაროთ, რომლებსაც ვერ და არ ეხმარება სახელმწიფო. ანა ქარელი გვიზიარებს ორ წარმატებულ кейსს, რომელთაგან ერთი სისხლის სამართლის მიმართულებით იყო განსაკუთრებით გახმაურებული. ეს იყო ძალადობის საქმე, სადაც ორგანიზაციამ მოახერხა მსხვერპლის დაცვა და ბრალდებული სამართლებრივად დასჯა. ამ შემთხვევამ კიდევ ერთხელ დაადასტურა საფარის ეფექტურობა და საზოგადოების მხრიდან დიდი ყურადღება გამოიწვია. ჩემი ერთ-ერთი წარმატებული кейსი იყო ამ ბოლო პერიოდში, რაც მახსენდება, მამას უნდოდა თავისი ყოფილი ცოლის და შვილების გამოსახლება თავისი კუთვნილი სახლიდან, რისი უფლებაც იდეაში საქართველოს კანონმდებლობით ჰქონდა, თუმცა მეორე მხრივ ქართული კანონმდებლობა იცავს არასრულწლოვნის ინტერესებსაც და შესაბამისად სასამართლოს მეშვეობით ჩვენ შევძელით ის, რომ ეს ბავშვები არასრულწლოვნების პერიოდში, სანამ არ გახდებიან 18 წლის, იცხოვრებენ მამის კუთვნილ სახლში და არ შეექმნებათ პრობლემა მათ უსაფრთხოებას, მათ ჭერს, იმ სახლს, რასაც მიჩვეული არიან ბავშვებიდან მოყოლებული და მეორე кейსი სისხლის მიმართულებით რაც მახსენდება, ეს იყო საკმაოდ გახმაურებული საფარის кейსი, უცხოელი გოგოს გაუპატიურების საქმე იყო, რომელზეც პოლიციამ არანაირი რეაგირება არ მოახდინა, რითაც ძალიან დიდი საფრთხე მიადგა იმას, რომ გამოძიება ჩატარებული იყო ნორმალურად, მოეპოვებინათ მტკიცებულებები, მე რო უკვე საქმე გადაგზავნილი იყო სასამართლოში, თუმცა ჩვენი ჩართულობის შედეგად მოხდა არაერთი მტკიცებულების ამოღება. ჩავატარეთ ექსპერტიზაც, მათ შორის სამედიცინო ექსპერტიზაც, ფსიქოლოგიური ექსპერტიზაც და შედეგად უკვე მოვაგროვეთ იმდენი მტკიცებულება, რომ შესაძლებელი გახდა, რომ საქმე გამოძიების ეტაპიდან გადასულიყო სასამართლო განხილვის ეტაპზე და სასამართლოში დადგა გამამტყუნებელი განაჩენი, რაც ამ გოგოსთვის იყო ძალიან სასიხარულო, იყო მოულოდნელი, იმიტომ რომ რატომღაც ეგონა რომ როგორი დამოკიდებულებაც ჰქონდა ამ საქმეების მიმართ პოლიციას, ესეთი ექნებოდა ყველას, თუმცა ეს იყო ის საქმე, სადაც ჩვენც რომ ვფიქრობდით, რომ ძალიან ბევრი მტკიცებულება უკვე განადგურებული იყო, მაინც შევძელით, რომ იმდენი მტკიცებულება ამოვიღეთ და ვაიძულეთ პროკურატურას რომ ამოეღო, რომ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი სასამართლოში. საქართველოში გენდერული თანასწორობის გამოწვევები ჯერ კიდევ დიდია. ძირითადი პრობლემა საზოგადოების ზოგიერთი ნაწილის სტერეოტიპული დამოკიდებულება და ძალადობის შესახებ ინფორმაციის ნაკლებობაა. თუმცა ანა მიიჩნევს, რომ ბოლო წლებში გარკვეული ცვლილებები მოხდა უკეთესობისკენ. გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებით ალბათ ეს გამოწვევი მუდმივად დგას და იდგა. მინდა ვთქვა, რომ წლებთან ერთად რაღაცები უკეთესობისკენ იცვლება, იმიტომ რომ არაერთი მუხლი დაემატა სისხლის სამართლის კოდექსს, თუნდაც აი ადევნება, რომელიც საფარის და თვითონ ჩვენი დირექტორის მეშვეობით მოხდა, ესე რომ ვთქვათ, ლობირება ამისი პარლამენტში. ეს არის ადევნების მუხლი, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ ქალები, იმიტომ რომ ამ დანაშაულის მსხვერპლები ძირითადად ქალები ხდებიან ხოლმე, დაიცვას. გენდერული ნიშნით ძალადობა ზოგადად ხშირი არის საქართველოშიც და არა მარტო საქართველოში, მით უმეტეს ისეთ ქვეყნებში, სადაც ეს პატრიარქალური კულტურა ჯერ კიდევ ძალიან მძლავრად არის, თუმცა ჩვენ ვცდილობთ არასამთავრობო ორგანიზაციები და სამოქალაქო სექტორი, რომ რაც შეიძლება ნაკლებ განმოხდეს უკვე სქესის ნიშნით დისკრიმინაცია და რაც შეიძლება მეტი ესეთი დანაშაული იქნას გამოძიებული და ეს ადამიანები იყვნენ შესაბამისად დასჯილები. თუმცა ზოგადად ეს გენდერული ნიშნით ჩადენილი დანაშაულების სიხშირე მაინც დღესაც გვაქვს. ანა ქარელი, როგორც ახალგაზრდა იურისტი, თავისი საქმიანობით ხელს უწყობს ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას და გენდერული თანასწორობის განვითარებას საქართველოში. მისი მუშაობა საფარის ორგანიზაციაში და SafeU აპლიკაციის მხარდაჭერა მნიშვნელოვანი ნაბიჯებია იმ გზაზე, რომელიც ქალებისა და ბავშვების უსაფრთხოებისა და უფლებების დაცვას ემსახურება. ანას აზრით, ქვეყნის მომავალს შეუძლია უკეთესი გახდეს, თუ მეტი ყურადღება მიექცევა განათლებასა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, რათა თანდათანობით დაინგრეს გენდერული სტერეოტიპები.
რუბრიკა გენდერული ტერმინები. შემოგთავაზებთ რუბრიკას გენდერული ტერმინები, რომელშიც შევეცდებით კიდევ ერთხელ გავიხსენოთ ეს ტერმინები, რომელიც უშუალოდ შეიძლება შეგხვდეს როგორც სოციალურ სივრცეში, ასევე ტელევიზიით და რადიო მაუწყებლობაში. ვფიქრობ, საინტერესო და სასარგებლო სიახლე იქნება მსმენელთათვის. გენდერული ტერმინი სექსიზმი. სოფლმხედველობა, რომელიც ქადაგებს სქესთა არათანაბარ უფლებებსა და მდგომარეობას, იგი შესაძლოა გამოვლინდეს სიძულვილში, შეუფასებლობაში და წინასწარ განწყობებში, მთლიანად შესაბამისი სქესის წარმომადგენელთან მიმართებაში ან შესაბამისი სქესის მიმართ სტერეოტიპულ მსჯელობებში. სექსიზმის იდეოლოგიის გამზიარებელ ადამიანს სექსისტი ეწოდება. სექსიზმის შედეგია სქესობრივი დისკრიმინაცია, ადამიანთა დისკრიმინაცია სქესის ან გენდერული იდენტობის ნიშნით. სექსიზმის მთავარ მოწინააღმდეგედ ფემინიზმი და ფემინისტური მოძრაობის მიერ გაჩაღებული თანასწორუფლებიანობისათვის ბრძოლა, ანუ ემანციპაცია მიიჩნევა. ახლა კი შემოგთავაზებთ რუბრიკას ჰოროსკოპი. რუბრიკა ჰოროსკოპით გაგაცნობთ ამ თვის ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისათვის. ზოდიაქოს ნიშანი ვერძი. სექტემბრის დასაწყისში ვერც შესაძლოა კონფლიქტური სიტუაციები ჰქონდეს პარტნიორებთან, დიდი მოლოდინებისა და დაძაბული სიტუაციის გამო. შესაძლებელია დროებითი განშორებები, თუმცა შესაძლებელია ახალი ნაცნობებიც, რაც სასიამოვნო მომენტებს და რომანტიულ განწყობას შეგიქმნის. ზოდიაქოს ნიშანი კურო. ყურადღებისა და მზრუნველობის ნაკლებობის შემდეგ, რაც აგვისტოში იგრძნობოდა, სექტემბერი ემოციურად უფრო ინტენსიურს გვპირდება. პარტნიორებს შესაძლებათ განიცადონ ახალი გრძნობები და დაინახონ ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები. თუმცა თუ 18 სექტემბერს სავსე მთვარეობამდე ორმხრივი წყენა არ მოგვარდება, ამან შეიძლება გამოიწვიოს დაძაბულობა და დაშორებაც კი. ზოდიაქოს ნიშანი ტყუპები. ტყუპებისთვის სექტემბრის დასაწყისი შესაძლოა საბინაო საკითხების მოგვარებასთან იყოს დაკავშირებული. შესაძლოა საჭირო გახდეს რემონტი, რაც დამატებით ხარჯებს მოითხოვს. ურთიერთობები შესაძლოა გართულდეს ახალი რომანის გამო, რომელიც ერთ-ერთ პარტნიორთან დაიწყო. ზოდიაქოს ნიშანი კირჩხი. სექტემბერი კირჩხიბებს აგვისტოში დაწყებული კონფლიქტების გაგრძელებას მოუტანს. უნდობლობამ დაჩხუბმა შეიძლება შეარყიოს ჰარმონია ურთიერთობაში. არ უნდა აჩქარდეთ. ნაჩქარევი დასკვნის გამოტანა დაშორებამდე მიგიყვანთ. ჯობს სიტუაცია ბუნებრივად განვითარდეს და არ აჩქარდეთ. ზოდიაქოს ნიშანი ლომი. ლომებისთვის სექტემბრის მთავარი ამოცანაა ურთიერთობებში პირადი საზღვრების დადგენა და არასთქმის უნარი. ეს დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ ფინანსური პრობლემები და მოგცემთ შესაძლებლობას თავი გამორჩეულად იგრძნოთ. სამყაროს ახალი აღქმა საშუალებას მოგცემთ მოიზიდოთ პერსპექტიული შესაძლებლობები და დამოუკიდებლად მიიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები. ზოდიაქოს ნიშანი ქალწული. ქალწულებისთვის სექტემბერი ურთიერთობებში დიდი ხნის პრობლემის გადაწყვეტით დაიწყება, რაც ახალ შესაძლებლობებს გახსნის და პრიორიტეტების გადახედვას შეუწყობს ხელს. ეს ქალწულებს საშუალებას მისცემს განავითარონ და მიიღონ ახალი ცხოვრებისეული გამოცდილება, თუმცა ჩვეული მინდაჭულობისგან ნაკლებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს პარტნიორის გადაწყვეტილებაზე. ზოდიაქოს ნიშანი მორიელი. მორიელებისთვის სექტემბერი რთული პერიოდი იქნება ურთიერთობებში. მნიშვნელოვანია, რომ ფრთხილად იყოთ თქვენს განცხადებებში, განსაკუთრებით მზის დაბნელებისა და სავსე მთვარის დღეებში 16-დან 18 სექტემბრამდე. თვის შუა რიცხვებში გადამწყვეტი იქნება შეძლებთ თუ არა ერთმანეთის ღირებულებებს მოერგოთ. სექტემბრის ბოლოს და ოქტომბრის დასაწყისმა შეიძლება ერთობლივი მოგზაურობა მოიტანოს, თუ წყვილში ჰარმონიის შენარჩუნება მოახერხებთ. ზოდიაქოს ნიშანი მშვილდოსანი. მშვილდოსანს უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება მოუწევს. პარტნიორთან ურთიერთობისას შეცდომების თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია ემოციების კონტროლი და პირდაპირობის შეკავება. უმჯობესია თქვენი დამოუკიდებლობა საკუთარი განვითარებისკენ მიმართოთ, რაც ხელს შეუწყობს ურთიერთობების განვითარებას. ზოდიაქოს ნიშანი თხის რქა.
სექტემბერში თხის რქების პირადი ცხოვრება დასტაბილურდება, ურთიერთობები უფრო ჰარმონიული გახდება. მნიშვნელოვანია პარტნიორობაში თანასწორობის აღიარება, რათა თავიდან აიცილოთ კონკურენცია, რამაც შეიძლება გამოიწვიოს აგრესია. პერიოდი ჰარმონიული იქნება და ურთიერთგაგებასა და მხარდაჭერას მოუტანს. ზოდიაქოს ნიშანი მერწყული. სექტემბერში მერწყულის ახალხან დაწყებული ურთიერთობა რთულ ადაპტაციას გაივლის. ჰარმონიის შესანარჩუნებლად აუცილებელია პარტნიორობაში მისაღების საზღვრების გარკვევა. ეს დაგეხმარებათ ისწავლოთ ერთმანეთის დაფასება და პატივისცემა. ზოდიაქოს ნიშანი თევზები. სექტემბერში თევზების სასიყვარულო ურთიერთობებზე გავლენას მოახდენს 18 სექტემბრის დაბნელება. ამ დღეს თავი უნდა აარიდოთ კონფლიქტებს და არ მოერიდოთ საყვარელი ადამიანებისგან რჩევების მიღებას. რთულ პერიოდში პარტნიორის მხარდაჭერა გააძლიერებს თქვენს ურთიერთობას. მნიშვნელოვანია პატივის წეს პარტნიორის არჩევის თავისუფლებას და არ მოხდეს მისი მანიპულირება. ჩვენი დღევანდელი ეთერი დასასრულს მიუახლოვდა გემშვიდობებით, საუკეთესო სურვილებით და უკეთესი მომდევნო დღეების იმედით. ბოლოს კი გიტოვებთ სერიალს, რომელიც ვფიქრობ სასიამოვნო განწყობას შეგინარჩუნებთ.